პარალელურად საინტერესოა, რომ ბიძინა ლექსოს ყვირის, გენოკი ნიჟარაძეს. შენი დედას. ნიჟარაძე! ლექსო! ნიჟარაძე, ნაზარსო! ესეც ერთგვარი ახლობლობის ფორმაა. სახელით მიმართავენ უფრო ახლობელს, გვარით კი ქვემდგომს, თანამშრომელს. ბიძინას ახსენდება, რომ თავადაც ასეთი იყო ახალგაზრდობაში და შეიძლება ასეთი ახალგაზრდული გამოხტომები ცუდად დასრულდეს. ჩვენ კეციანი მაკაროვები გქონდა, იმათ მთელი შეიარაღებული ტექნიკა, თანაც ლიმონკები, ერთი ამბავი რა. ხოდა ახალგაზრდა კაცი ვიყავი, გავიგიჟე თავი, შევამტვრე კარები, შევარდი და ვინც შემეფეთა დაუშვი რა. დაუშვი და მეც დავეჯერი. ლექსომათ არ უსმენს. წიხლით გაანგრევს კარს. შეჭმაში ვიყავითო? კაკანი მესმის. და კიდე გავანგრე ეგრევე, თო უკანა კედელი და გავედი რა. და შემდეგ ძალიან საინტერესო კადრია. შიგნით რა ხდება ცოტა ხნით არ გვაჩვენებენ. ერთადერთი ინფორმაციის წყარო არის ლექსოს სახე. პაუკა როგორ მოკლეს, ესეც უცნობია. გამოიყენეს ჯინორიას მოწამლული არაყი და მერე ყელი გამოჭრეს, თუ ჯერ ყელი გამოჭრეს და მერე ჭიქა დააჭერინეს ხელში. ძალიან უცნაური სცენაა. ყელის გამოჭრის გარდა პაუკას არ აღენიშნება სხვა არანაირი ძალადობის კვალი. თითქოს ასე იჯდა წნარად ჭიქით ხელში და ელოდა როდის მოკლავდნენ. შეიძლება ეს შუაღამისას პაუკას ძილის დროს მოხდა, მაგრამ ის რომ მოკლული პაუკა არ დახვდათ მიწაზე დაგდებული და ასე ზის სკამზე, ერთგვარი გამოწვევაც კია პოლიციისთვის. ნახეთ რისი გაკეთება შეგვიძლია. სცადე და დამიჭირე.